თბილისში მორიგი საპროტესტო მსვლელობა იმართება, რომელიც ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები გამოიყვანა, რომლებიც ისე განლაგდნენ, რომ მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა ვერ შეძლონ. ცეცხლი ოლიგარქიას შეძახილების ფონზე პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება ემიგრანტების წნეხისგან დასაცავად მივიღეთ, ასე ხსნის პაპუაშვილი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის აკრძალვას. 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება საპარლამენტო არჩევნები, ვისაც სურვილი აქვს აქედანვე მოემზადოს, ჩამოვიდეს და აქ მისცეს ხმა, მიმართავს პაპუაშვილი ემიგრანტებს. დოკუმენტის ამჟამინდელი ვერსია კოორდინაციის ბოლო ეტაპზეა, თუმცა უკვე ასახავს უკრაინის ძირითადი პრიორიტეტების უმეტესობას. ინფორმაციას ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ავრცელებს. რუსტემ უმეროვი წერს, რომ დღეს მოლაპარაკებებიდან კიდევ უფრო მეტ პროგრესს ელოდებიან. ამერიკის ძალისხმების მიმართ უკრაინის ლიდერებმა ნულოვანი მადლიერება გამოხატეს, აცხადებს ტრამპი. ის სავარაუდოდ იმ 28 პუნქტიან გეგმას გულისხმობს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ და მათ შორის რესპუბლიკელების ნაწილმა უკვე შეაფასა როგორც უკრაინის კაპიტულაციის გეგმა. ძიმე კადრები უკრაინიდან კაცმა დღეს ცოლი და 2 შვილი დაკრძალა, რომლებიც ტერნოპილში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. ოჯახიდან მხოლოდ მამა გადარჩა. ჯამში გასულ კვირას ტერნოპილზე რუსების იერიშს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვი.